იერუსალიმი ხელოვანთა არხის მაყურებლებს გაცნობთ, რომ 2026 წლიდან ხელოვანთა არხის მასალა აიტვირთება მხოლოდ YouTube-ზე. კომენტარებში დატოვეთ თქვენი კომენტარი და ლაიქეთ, მოვიწერეთ ვიდეო, უბრალოდ გადავერთოთ YouTube-ზე და თვალი ვადევნოთ ხელოვნებას. დღეს მეორე შეხვედრა ამ ფორმატში რამდენიმე კვირის წინ იყო პირველი მასტერკლასი, ძალიან საინტერესო ჩაიარა. დღეს სხვა შემადგენლობა მოგვივა და სტუმრები მინდა წინასწარ გითხრა, რომ კვლავ საპატიო სტუმრები დევადელ სალამოზე, მაგაშა მიგაშვილი, ჩვენზეა დამოკიდებული მახსოვს ერთხელ კონცერტი მივხარდა და ძალიან ბევრი ბავშვები იდგნენ წინ. ბევრი ხალხი იყო და ხო კარგად დაერთეთ კიდე. რაღაცა ყველამ კიდე ერთი გოგო იდგა წინ და მე არა ესე მითხრა და ნუ აი ისე იდგა, ისეთი პოზა ჰქონდა, ისე მეთქარი გენაცვალე შენ, სულ არ წენია ხარ ასისული, მაგრამ მეთქარი რომ შენ თუ არ გინდა რომ გაერთო, ვერასდროს ვერ გაერთო. შენ თუ არ გინდა რომ იყო კარგად, ვერასდროს ვერ გახდები კარგად. ამიტომ რაც არ უნდა ყირაზე დადგნენ შესწინაში ადამიანები, რაც არ უნდა თავი მოგაწონონ, რაც არ უნდა თავიანთ შემოქმედებით მხატვრები იქნება, კითხველი იქნება, ლექცია იქნება ჩასატარებელი თუ გართობის თვალსაზრისით, თუ შენ არ გინდა რომ იყო რაღაცა იმ წუთას ბედნიერი, ვერაფერი და ვერავინ ვერ გახდეს ბედნიერს. ამიტომ რაღაცაც არის რომ რაღაცნაირად რომ დაინახო და გაგიხარდეს, რაღაცა მაინც უნდა გიყვარდეს, ხო? რაღაცის მაინც უნდა გჭიროდეს ნაძალადებად რომ არ ღიროდი. საშინელებაა, ხო, როცა ადამიანი ნაძალადებად ამ ღირისა. ამ მნიშვნელობა განკითხულობს, ან ნებისმიერ რაღაცას ახატავს, ხო? და რაღაცა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავნებდეთ მტერს არასოდეს და მტერი მარტო ის არ არის, ხო, ხანჯლებით რომ მოდის და ხო, მტერი შეიძლება თვითონ საკუთარი თავი იყოს ყველაზე უფრო მეტად, რომელიც სულ ხელს ვიშლის რაღაცაში, ხო, აი თუნდაც იმაში, რომ რაღაცა მიმღებლობაში, რაღაცა მივიღოთ, რაღაც გავბედნიერდეთ, რაღაცნაირად უფრო რაღაცა აქ შემოსვლამდე, როგორც ვიყავით, გასვლა, როცა გავალთ აქედან, უფრო კარგად გავიდეთ, ხო, და ეს გინდოს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი მე მგონი, რომ ამაზე გვაქვს სამუშაო ადამიანებს. დანარჩენი, ნუ რაც არის ეგ არის ახლა. ვულობდი ლექსებს. მიყვარს ლექსები. მაგრამ არ მიყვარს ტყუილა ლექსები, არც ტყუილა კითხვა. მხოლოდ და მხოლოდ კითხული მაშინ, როდესაც ის ლექსი გამოხატავს ჩემს საკუთარ იმ წამიერ ტკივით ამ სიხარულს, სადაც მან ძალიან დიდი რაღაც სიყვარული გამოთქვა ჩემს მიმართ და რა თქმა უნდა მე ყოველთვის მახარებს, მე მიყვარს ადამიანები, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომელსაც მე უყვარვარ. ყოველთვის საპასუხო რეაქცია მაქვს და ნუ ახლა გიждები და მადლობებს უხდი, ვისაც არ გიყვაროთ არა. მადლობა რომ ატკინე რომ იცი ახლა. მადლობა რომ მიღალატე ამ წელს, იმ წელს, იმას, ამას, არანაირი მადლობა, არანაირი გაგიმარჯოთ, თქვენ ვიღაც ღმერთთან იყვნენ ისინი კარგად. ჩვენ არც საერთო ღმერთი გვყავს და არც საერთო ავტორიტეტები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ვიყოთ კარგად, ვიყოთ ცუდად, ჩვენ ვიყოთ ცუდები, უნიჭოები, ბატონო, არ ვიცი, როგორებიც გინდა ესეთები, უბრალოდ ჩვენ აღმოჩნდით რაღაცნაირად, აი რაღაცა მე თქვენით როგორ დიდი სიმპათიით და სიყვარულით და პატივისცემით ვარ, მე ვთვლი რომ მე თქვენი თანამოაზრე ვარ. და მინდა რომ გაგვიმარჯოს. თუმცა ურთულესია ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა რომ მაინც მე მგონი რომ სამართალი არსებობს და ადრეთვია ის ყველას კარგზე მიიღო. რაც შეეხება პოეზიას, რაც შეეხება ლექსის კითხვა, ვერაფერი გამიგია ცხოვრებაში რა ხდება. ყველაფერი წამიგია, მეგობრები მაკარდება. ბრაუნინგით არ მომკვდარა ვიცრეს ჩემთვის მკვდარი
არიან? არც ფანჯრიდან გადმომხტარა, შვენიერად არიან. ახლა უფრო ხშირად შილვა. წიმას ნატრობს ხაფუნას შევსვათ ყველა თავის წვრილმა საზრუნავში ჩაფლულა. ყველა თავის ნავში სხდება, ყველა სადღაც გაცურა. ყველა კვდება, გული წყდება, წასულა და წასულა. და დღეები გადის სწრაფად, ღამეები გროვდება, ვიღაც უსაშველო ლამდით წუხში მიახლოვდება. მინდა თაზე ავირბინო, წყლის მოქცევა ვიხილო, თავში ხელი წავიშინო, რაც მომხდება. მახსოვს იპოვე მუხარმა ჭარბელის ინდექსი. ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა. მივხვდით ბრძანდება ვიმვინა. ღმერთი გაუცდა ამდენი დამფრობის ხილი იდეაცო. მერე უცებ ყაროლა მოდის კრია, როგორ ხდება ზეცას, ირგვლივ ქრის გრილი მიანი, შროშანებს წელში კიცავს, ირგვლივ ზისული ტრიალებს, ქვასაც უხარეს მზეს, როგორც მივხვდი აქამდე, ისე ვიმარხარ დღესაც. აი უცებ ესე, აი ზუსტად ესეთ ხასიათზე ვარ ჩავიტყვი. მერე ჩემი სამშობლო მაღალია, ზღვისია ვრცელი, უფალთან ახლოს, ამიტომაც უფრო ჩემი აბსოლუტურად ნახმები პატარა და დიოხრან მაჭამალია მოგესალმებით. ხო არ ვიცი, რაღაცა მე ძალიან მიყვარს ჩემი ის პოეტები, რომლებიც მიყვარს. აი ამ ბოლო დროს ჩემთვის ძალიან აქტუალური გახდა ეს ლექსი აქოდეს მე მხიარული, გზით უყვარდა სიარული, აც გზა მიტოვებული, როგორც ძველი სიყვარული. მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი, მაგრამ ყველაფერი ძველი ამაო და სასურველი. ძველი პური, ძველი ღვინო, ძველი სტუმარ მასფიძელი. ძველებური მიყვარს სუფრა და სიმღერა, მაგრამ უფრო მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო და არც გამოვესაუბრო. შემოდგომა მოდი გელი, შემოგვიე შენ ხელი, მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი. ჩაის ვარდს ბევრად რომ ჩამოჰგავს ინფანტას, ამ მელან ზამბახებს მეტეხთან ლოცვარ ტივს, გრიგალებს ოცნებად ფოთლებს რომ გვიფანტავს, სწადიად აზვირთდეს მუსიკა მოცარტის. და ძალა გქონიათ მკრთალ ნოსთა ფასკუნჯებს, მიგვაფრენს ვით მეცხერს, მიაფრენს მეწყერი, ამ ღვინით სავსე დოგს ტკივილს რომ ამუნჯებს, ფსურს როგორც რუდაკმა ფუკოცნო მეწყერი. და ვიდრე ნიავი ფოთლებს ვალს მიუსებს, ვიდრე ყვავიხლები შენ ჩემი დიდობით, სჯობს ენდო ჩქეფარე სტრადივარიუსებს. მშვიდობით ძვირფასო, მშვიდობით. ალუბლის რტოზე რამ და გაძინა, გახუნებულა მყვითლად ხედები, ქარო რა დაარტქვი, რომ არ გაქვს ბინა და ქუჩა დაეხედები. თუ ვერ ვიკითხო ზოგჯერ სადა ხარ, როცა სიზმარში თვლენენ ხედები, შემომიარე ქარო ხან და ხან, გთხოვ მარტო მუხარ დაეხედები. ელოდები თუ იწყებ? სადა გაშრეს და მე აი ეს ფონი რო გაშრეს ხო? საკრილი მალე შრება. არ დაელოდე დაიწყე. ეს კრისტალებს სათითაოდ აწებთ ხო? დიახ, ესენი ისე ბალანსი უნდა ამას კარგი შუქი უნდა ალბათ ხო რომ მუშაობ.
ეს არის საავტორო ნამუშევრები. ყველა ნამუშევარი ასაცაკეთებთ ინდივიდუალურია, ხო? კი, ინდივიდუალური. გვაქვს გოგონას გრაფიკული პორტრეტი. ევროპელი გოგონა. მასალა კრისტალები. ძალიან შრომატებადია. აქ ახლა რაც არის ყველა სათითაოდ დაწებებული არის. ჯერ შემქმენი, შემდეგ უკვე დიზაინი და ნახატის თვითონოვანი. კი, ფერებში დავაჯინე და დავაგზავნე რომ ეს კრისტალები ფერებში ჩავაუსრულო. შეგვიძლია. ეს ნახატი მინიმალისტურ ფერებში გვაქვს გადაწყვეტილი, ორი ფერია ფაქტიურად. ამ შემთხვევაში ეგეთი რატო გამოვიდა? არა, ეს ფერი ორი ფერი ჩანს, მაგრამ არის 37 ფერში დაგეკეთებული. ხარდა? დიახ, ამიტომ რომ თვალარი ჩანს ორი ფერში. უნდა შეგვაშინოთ ხო დღეს? დიახ. მემენტო მორი იქნება თემა. აი, შემდეგ ამ სკილეტზე დაშენდება უკვე მიმიკა და პუნქტები და შესაძლებელი იქნება პორტრეტის დაშენება. ისე ბავშვებსაც აქ დასახატავად გამოადგებათ და აი ეს როგორც არის ეს სკილეტის შეძლებენ მე აკადემიური ნახატის შესრულება. გრაფიკაში. არ გაშრებათ თითებზე? არ გაშრეთ? კარგ კონდიციაში. ოდნა უშალი კიდე უკეთესად ხდება, მაგრამ აბა როგორი გამოვიდა თქვენი ნამუშევარი უნდა ვნახო? აი, შეაფასეთ თქვენ. როგორ თამაშობს ეს ალმასები ციმციმებს შუქზე? ეს ტექნიკა მინდა საზოგადოებას გავაცნო და ამიტომ 2020 წლიდან დავიწყე კრისტალებით ხატვა. ეს დამიჭრავია და ლამაზია. ნამდვილად. სხვა ნამუშევრებიც გაქვთ თავის. რა თქმა უნდა, ძირითადად მუშაობდი ჩემი ქალაქის თემატიკაზე და ძველისა და ახლის სინთეზი ვქნი ნამუშევრებს. რა თქმა უნდა, ეს წლის ბოლოსთვის ეკრება პერსონალური და იქნება საზოგადოება ჩემს ნამუშევრებს. ზემონებ ფესტივალს. ანუ ეს არის თიხა, ხო? როგორც გავიგონე, ქვია თიხა. ეს არის მიწა თიხაკი აქ. სამეგრელოდან ჩამოტანილი. სამეგრელოში ამას ეძახიან დიხა ჭუბერი. ჭუბერი გრულად გაშალოს თიხაკია. რამეთე განსხვავდება ისე ხელში პლასტიკით გრძნობთ თუ უფრო მკვრივია უფრო ეგ არის მნიშვნელოვანი წესისთვის რომ არ დაიშალოს და შეიკრას. აი წებონება აქვს რა. ნახატი აი სადუკიდია ნახატი ზეპირდან ის ამ ნამდვილ მხატვარს საღებავის არ უნდა შენობოს.